ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ავჭალის სარაგბო მოედნიდან, სადაც არმია მასპინძლობს რუსთავის ხარებს, ანგარიში კი მასპინძელთა სასარგებლოდ 21-ით 6 გახლავთ არმიამ. უკეთ გამოიყენა თავისი შანსები, ვერ ვიტყვით რომ რუსთავს მრავლად ჰქონდა, თუმცა რუსთავს ჰქონდა მრავლად შეცდომები, რომელსაც იყენებდა არმია. ჩაუვარდა, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, პირველი ტაიმი ორივე ფიჯა უკანა ხაზელს, ანარე ტუიტაისაც და მაიკელი როკონდინონოსაც. მათ ორ შეცდომას მოჰყვა ერთ შემთხვევაში შემაწყვეტინა აზრი სიამოვნოთ შეგაწყვეტი. კი გიორგი გელაშვილმა ვისთვის ასიამოვნოთ და ვისთვის არა სასიამოვნო ძალიან ეფექტური ბოჭები ყოველთვის სასიამოვნო სანახავია. კი რა თქმა უნდა ძიმე ბოჭვა მიიღო თუ არ ვცდები უსენაშვილი იყო ბურთის მიმღები მიღებულია არმიელი მორაგბე ჯაში მსხვილი რაკურსით მაჭარაშვილი უკეთებდა თუ არ ვცდები არა გელაშვილი გიორგი გელაშვილი უკეთებდა უსენაშვილს იდეალური ბოჭვა და იდეალური დროულობა იყო ტოაკულამ და არტყა პირველი დარტყმა ჯაში მარცხნივ ათამაშებს პიტერსი ჩაერთო ფეხით თამაშობს პიტერსი წნეხშია კვლავ რუსთავი ძალიან არის გააქტიურებული არმია საწყის წუთებზე ჯერად გოილევუ იყო აქტიური დაცვაში ფეხით თამაშობს რუსთავის ხარები მოაქვს კონტრშეტევა არმიას ბარბაკაძე ყვითელი ბარათის შემდეგ ცოტა ჩამქრალი იყო ისგან მივეჩვიეთ ძლაურ აქტიურ თამაშს რუსთავს კი გამოფხიზლება მართებს ხარშილაძეს დაუვარდა შანსი ზედგინიძე ვერ აიღო ბურთი თამაში გრძელდება ჯაშმა ამოაგდო ნახუცრიშვილი გაჭრა ხაზი მიყოლა ასაჭირო რამდენი ირბინა სად არის მიყოლა და გაგრძელება და აგვიანეს და ესაც პასის გაკეთება სურდა ასეთი თამაშის ნახვა გვინდა არ ჩერდება ესე იგი წინ და უკან მიდის კონჩეტევები აქაც მიყოლა ასაჭირო კარგი იყო საპირისპირო მაიკელი როკონდინონო და მაღალ ტემპში უტევს ახლა უკვე რუსთავი შეუძლია რუსთავის უკანახას წვავე შეტევების წარმართვა მარგიანი თავად მოუწია შეტევა არმიამ ჩაუხურა გაგრძელება და ჯარიმა რაკშელის თამაში რა თქმა უნდა ხოთ რა იქნება გადაწყვეტილება ანგარიში 21-ით 6 გახლავთ კი არის წინ ჯარიმა თუმცა ჩამორჩენა დიდია ირაკლი ნატრიაშვილი და რუსთავის ხარების სამწვრთნელო შტაბი ხო კიდეს უმიზნებს მარგიანი შესანიშნავად დაარტყა და მიუახლოვდა მაქსიმალურად რუსთავი მეტოქის ლელოს მოედანს ვახტანგ ქვათაძე ემზადება შემოსასვლელად. ქვათაძე შეცვლის ტრავმირებულ გოგოლაურს. როგორც ჩანს. მაგრამ ბოლო კადრით რას დავინახეთ, საბა გოგოლაური ბრუნდებოდა. თავის ადგილას
ნახუცრიშვილის გარღვევა კარგი იყო, თუმცა მიყოლამ დააგვიანა კაპიტანთან. შემდეგ არც როკონდინონოს გარღვევა ყოფილა ურიგო დაკარგა რუსთავის პრობლემები გრძელდება დერეფანში კიდევ ერთი ბურთი დაიკარგა. ნახოთ ზედგინიძე. ძელი გადაცემა უზუსტოთან. შეიძლება გაგრძელება, გრძელდება შეტევა ჩხარტიშვილიც ფეხით ცდილობდა თამაშს, მაგრამ ისევ არაჩერებს ამაშუკელი. და კარგ საჩუება ძალიან. ორმაგი წინ თამაშები იყო და აი ხა მოუწევს ორმაგი არა ერთმაგი უბრალოდ რუსთაველს დაუვარდათ და მე იქ კარგად ვერ შეინარჩუნე ეს ბურთი არმიელებმა. საბოლოო ჯამში მაინც დაბრუნდა შერკინება. ხო, სასტვენამდე გაჩერდნენ მოთამაშეები. ნახუცრიშვილია, როგორც ჩანს, ტრავმირებული. იაშვილი მოემზადება ახლა, რომელიც მძიმე ტრავმიდან ძალიან კარგად დაბრუნდა პირველსავე ტურში დაბრუნებიდან. ულამაზესი ოფლოუდი შეასრულა, შემდეგ კიდევ ერთი დამაჯერებელი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გუნდს ვერ დაეხმარა მოგებაში, ახლა კი რუსთავის წინააღმდეგ შეეცდება. თავისი გუნდის დახმარებას, თუმცა დაბრუნდა ნახუცრიშვილი და გადაიდო ჯერჯერობით კოტეიაშვილის შემოსვლა. მარკაფიდან გაძლიერების პერსპექტივა თითქოს არმიას უფრო აქვს. ჭავჭავაძე, ქვათაძე, მირან სახელაშვილი, კოტეიაშვილი, სანდრო სესიაშვილი. აი რა ხაშერკინებას არ ვაყენებთ, 6-ვე არის გაფრთხილებაზე რა. შემდეგ ვისაც ჩავცვლი არ ღვევს, ნებისმიერ სახით არ ღვევა, იქნება ყვითელი ბარი. ო? 6-ვე. თავი. აი კაცი გაფრთხილებას ნიკა ამაშვილიდან. ნუ შერკინებები არ დალაგდა კარგად, ამიტომ დადგა შერკინება, გაჭრა როგორც ჩანს აი ამ კაცმა გაფრთხილებამ. ნახოთ მარჯვენა ფლანგი, კარგი ცრუ მოძრაობა ამოგდებაც არ იყო თითქოს ურიგო, მაგრამ გადაუვარდა წინ. ბარბაქაძემაც კუნთი დაიჭიმა. ამ კუთხით ცოტა მძიმე თამაში გამოვიდა, ბევრი პაუზა გვაქვს. იაშვილი კი მზად არის შემოსასვლელად. ბარბაქაძის ერთი ცრუ მოძრაობა. წინვალეთ შევიდა ინტერვალში და ოდნავ აცდნენ ნახუცრიშვილი და ბარბაქაძე. ცოტა წინელოდა უფრო. გადაცემას გუნდის კაპიტანი აქტიურად ხურდება არმიას შეცვლები. დროა უკვე რუსთავმაც დაიწყოს თავისი თამაში, მაგრამ როგორც ნეხში უწევთ ბურთის გამოტანა შერკინებიდან, საბოლოოდ ჯარიმის ხარჯზე უახერხა არმიამ ბურთის მოპოვება. მარგიანს მისდის დღეს დაარტყმები. ამჯერადაც მიუხედავად მახვილი კუთხისა, კარგად გავიდა კიდეზე.
ხარების მგეზავი. გოგოლაური, ცაბაძე და ჩხარტიშვილი დატოვებენ მოედანს. ქვათაძე შეცვლის გოგოლაურს, ჭავჭავაძე ცაბაძეს, ხოლო ჩხარტიშვილს მიხეილ ფსუტური. ახალი სისხლით მიაწვება. თან ბოლოს გაფრთხილება მიიღეს. კი და არმიელთა პირველ შერკინემ ორივე 6-ვე პირველ ხაზს მიმართა ნიკამაშვილმა. კი და არმიელებმა 3-ვე ჩახსნეს. ხა თავიდან მოვუწევს კიდე გადაფრთხილება, ამიტომ ასევე ერთდროულად ბევრი ცვლილება განხორციელდა. დავინახე სესიაშვილიც დანზე აი სწორედ ამას ვამბობს აბა მე რამდენი დერეფანს კარგავს. ძალიან რთულია და რა კარგი დარტყმა შეასრულა ჯაში უთხავდა. ძალიან რთულია იშრომო მიხვიდე მეტოქის 22-მდე ნებავ 15-მდე მოიპოვო ბურთი დერეფანში გადაიტანო ეს უდიდეს შრომასთან არის დაკავშირებული და შემდეგ უცებ დააკარგო. არა და შეცვალა კოტეიაშვილი შემოდის. მიგავდი ნახუცრიშვილი დატოვებს მოედანს კი. ბარბაკაძის ნაცვლად სესიაშვილიც შემოდის. ესეც თქვით. ხო, არა და შეცვალა ბურთის მომწოდებელი. თავის ხარებმა ფაზე ჭამიაშვილი ყავდათ ისედაც, მაგრამ კვლავ გოგუაძე იყო. ბოლოს დატოვა მოედანი მიხეილ ციკლაურმა. გიორგი ჭანტური აგვიწერია უცნობად. თუმცა ნიკოლოზ გაბედავა ეწერა ბურჯის შემცვლელად. ნახოთ. შესაძლოა მაისურები გაცვალეს. პიტერსი დიაგონალური გადაკიდება ძალიან სახიფათოა სესიაშვილს ჩაუვარდა სესიაშვილმა არც გაუშვა ხელი და საბოლოოდ დააკარგინა ბურთზე კონტროლი არების უკანა ხაზელს მაიკელი როკონდინონო იყო ბურთით გოგა ქადარიას დაისვენებს საქმეს ვანო გელაშვილი გადაიბარებს. ახლა როგორც ვითხარით, თავიდან გადააფრთხილა, ის გაფრთხილება ჯერჯერობით კიდევ არის აქტიურიო. უმოკლეს ვადაში მის დაჯერებდება, მიიღებს კუთელ ბარაცო. აქ რუსთავის ხარები ჯარიმდება და მიიღებს კუთელ ბარაცს. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წუთის შემოსულია მოედანზე. გიორგი გოგოლაძე. პიტერსი კიდეს უმიზნებს და გადააქვს კიდეს ძალიან კარგად და სოლიდურად 22 სიღრმეში შედის. არმიამ მეტოქის 22 სიღრმეში რუსთავს აქვს კარგი ეპიზოდები, თუმცა ამ კარგი ეპიზოდებს როგორც წყალს ატანს დაკარგეს და ეხლა ვნახოთ არმია როგორ გამოიყენებს. მოწინააღმდეგის ნახევარზე დერეფანს ორი ლელო გაიტანეს ესეთი ეპიზოდიდან სხვადასხვა არმიელებმა. ბურთი დაიკარგა. დაუშვა შეცდომა არმიამაც კონჩეტევაზე გაუშვა მარგიანმა გუნდი. ხოც ტუიტაი ჯვარზე გაუშვა როკონდინონომ დაკარგა ბურთი. იყო ჩაღაიკოტყოიაშვილმა პასი გადმოაგდო პიტერსი ხაზზე გამოაქვთ აქ კონჩეტევის საშუალება არმიელებს ფეხი სწორად თამაშობენ ჩასვა დოღი გაიმართა და დაიწვეს თავი რუსთაველებმა.
ფანტასტიკური თამაში არმელების შესრულებით განსაკუთრებით ჯაშმა დაარტყა, ხო? კი, ჯაშის ფეხი იყო, ოდნავ არ გაუმართლა, რომ კიდეზე არ წავიდა, კიდე უფრო დიდ წნეხში აღმოჩნდებოდა რუსთავი. დღეს ვერ თამაშობს რუსთავი თავის თამაშს. გიანი ჯაშმა მარტოა მიყოლა საჭირო დაგეზა ტამანი ტოაკულა გაუშვა დარტყმაზე კვათაძე ჩაერთო საქმეში მარჯვენა ფლანგი ჯარიმის უპირატესობით სარგებლობს არმიას ესიაშვილმა მარჯვენა კიდევ უფრო გადაშალა თამაში პიტერსი გოილევუ აი შეტევა წაიღეს არმიელებმა ჯაშმა ხაზზე მოითხოვა სესიაშვილი შეძვრა თავა წავიდა ლელოზე გადაცემა დააგვიანა თუმცა ძალიან მაგრადი არა ახალგაზრდა ცენტრმა დაამძიმებს ახლა არმია თამაშს გაუმართლად უკან დაიხია თბილისურმა კლუბმა თუმცა კვლავ ისინი ინარჩუნებენ ბურთს იაშვილი გაშალა ხაზზე ვნახოთ ხარშილაძე და ახლოვა ხაზები და გელაშვილის ლელო გიორგი გელაშვილმა დაასრულა სანდრო სესიაშვილის წამოწყებული გარღვევა ურთულესი წერტილიდან შეასრულა გარდასახვა მელს პიტერსმა განმეორებით ხარშილაძემ გაჭრა ეს გადაცემა კარგი ველო გაიტანეს ძალიან მერე ამოწურეს აქეთ შეტევა იქით შეტევა და საბოლოო ჯამში ბოლოში დაიტოვეს მარჯვენა ფლანგზე ნეტობა დაინახეს და გამოიყენეს კიდევ განახლდა შეხვედრა გადაცდა ბლოკს საკუთარ მხარეს წამოიღო რუსთავმა და აი აქ აქვს შანსი სტუმარ გუნდს რომ დაბრუნდეს თამაში კოხია პეტრიაშვილი შემოვიდა მოედანზე, მან აიღო გეზავის მოვალეობები საკუთარ თავზე მარგიანი და ციკლაური გადადენეს ერნის ფარგლებს მიღმა. არმია წავედი ტემპი, რაოდენობა რა. თამაშგარის ჯარიმა.
ნახოთ ლოვან ზონაში მიძალება კიდევ ერთი იღე და მიეძალე ვაუ ახლოს არიან 15 ტევს მაგრამ დაკარგეს ფურთი ფარნა გასვიანმა იგრძნო თუ არა მომენტი გაღლიდა რეშულმა სწრაფად შემოაგდო მარჯვენა ფლანგზე ვითარდება როკონდინონო წავიდა გამწვავებაზე შემორფენზე ჯაშთან დადგა ფეხი მანამდე ხალხზე წავედი ტემპი წავედი არმიელები საკუთარ 22-ში ბურთით ფეხით უნდა გააგავიდნენ ასეც ხდება დიდად გადავიდა არა შემოვარდა ბურთი მოედანზეა ჯერ კიდევ მარტოა რუსთაველი მორაგბე ხუციშვილი გაძრა როკონდინონო ამოაგდო კიდევაც ფანტასტიურად ბურთი მიყოლაც კარგია მაგრამ არმიელები ეუფლებიან საბოლოო ჯამში ბურთს ტიტანების ჯახი შეჯახება იყო იაშვილი მაჭარაშვილმა გაიტანა ბურთი 22-დან და კონტრშეტევას ამზადებს ახლა რუსთავი დაფარება იყო გაუქმდა აქ თამაშგარის ხაზი ასე რომ თამაშის უფლება სრულიად ჰქონდა რუსთავ მორაგბეს კოხიას გელაშვილი ბოჭავს მაგრამ ფრთაზე სივრცე მაინც მონახეს დატოვა წინაშის შემდეგ როგორც ჩანს სანდრო სვანიძემ ბურთი სესიაშვილი გაუმკლავდა სწორედ ის გახლავთ მსხვილი რაკურსით ახლა საქართველოს 20 წლამდე ნაკრების წევრი არმია რვა შეცვლა აი ჩერვამ აი არა ყვითელს რამდენი დარჩა მითხარ ყვითელს რამდენი დარჩა პატარა პაუზა გვაქვს რა ხდება ადამიანი არ წევს სირს და ბევრი მოთამაშე იწვევდა წყალი შემოვიდა და სანამ ეს ყველაფერი დაალაგდა აი შემოდი ხო რო ჩაიქცა შეკება აკა შეკება წავედი დიდი ხანია გაჩერებულები კაი თქვენ გქონდათ ყვითელი ბარათი თქვენ ისე გაქვთ ხელები
შეახსენა რომ არ დავიწყებია. მოიგეს ბურთით საკუთარ შერკინებაში და მოკლე ფლანგზე იყო ჩაღაკოტიკო იაშვილმა ძალიან ფეხით გადაიკიდა წინ. კარგი ასხლეტი. წნეხში კვლავ რუსთავი ერთმანეთს. და ისევ იაშვილი. ხოჭვაც გააკეთა იქ. და წნეხიდან მოუწიათ ფეხით გამოსვლა რუსთაველებს 22 მეტრიან ზონაში. აი კოტიკა იაშვილის თამაშმა მოუტანა. ძალიან დიდი უპირატესობა მოედანზე. ამასობაში 60 წუთი წამოიწურა, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ 20 წუთი აქვს დარჩენილი რუსთავს, რომ 22 ქულა აღმოფხვრას, რაც ბევრია ნამდვილად. დღეს ფაქტობრივად ვერაფერი ვერ დაუპირისპირა არმიას. და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ საკუთარ დერეფანში ვერ გამოიყურება გუნდი დამაჯერებლად. ჩააქციეს რუსთაველებმა ცოტა ქვიან მოუწიათ. ჭავჭავაძემ თვითონ შეუტია გადაყრა ადგილზეა ქვათაძე პირდაპირ მიეძალა აუზის გარეშე სავოიანი გვიანი ჩაქცევა არის 5 ნომრით რა აუტი აუტი ნუ კარში გაუშვებდი სიმართლე გითხრათ ჩაქცევაზე პურატები კენდედაში პირველი თუ ხარ გაიგონე მე რა ხარ პირველი მანდა ესი არცო რეზიმ გაი თუ კონტაქტი შეხვდა მე რა თავიდან ჩამოვა თუ არ უნდა გაიქცო ხარ გაი შემოვიდა კიდევ ერთი შეცვლა რუსთავის ხარების შემადგენლობაში მოვლი დააყენა არმიამ კარგად მიიწევს მწვანე მოვლი წინ აწვება და ლელო კიდევ ერთი არმიის შესრულებით აქ შესაძლოა რუსთაველთა იმედები ნელ-ნელა კარამგონია ხო რომ აქ 4 შედეგიანი შეტევა სჭირდებოდა აქამდე რუსთავის ხარებს, საიდანაც 3 გარდასახული ლევო იქნებოდა. და ერთი ჯარიმა, ან ბევრი კომბინაცია შეიძლება, მაგრამ მინიმუმი სწორედ 4 შედეგიანი შეტევა გახდათ, ახლა უკვე რა თქმა უნდა გაიზარდა კიდევ უფრო. და მაუს პიტერსი ეცდება რომ კიდევ 2 ქულა მოუტანოს.
დარტყმა ამჯერადაც ზუსტია. ოჩა ხმაელს. პიტერს ერთადერთი გაუცუდა, ისიც ან მაინც და მაინც რთული სიტუაციიდანო რომ ვთქვათ. ნამდვილად არ ვიქნებით მართლები. არმიელებმა მიიღეს. იაშვილი წინდა შორი დარტყმული. რუსთაველები დაეფნა ისევ პატარა წინ თამაში. დღეს რატომღაც რუსთავი ფორმაში არ არის, მაგაში დაგეთანხმები საბა. ვიცი. არმია ექვსი შეცვლს. ვარნა იყო შეკინება არის არმია. აი, ეს სურათი გვაქვს რა, სივრცეზე ესე გავაგზავნე. აი, მან არის წალი, აი. არის ლომა. მოხრა შეკურა შეკინება გაგაფრთხილებული შეკინება ეხა როგორ მოიქცევა ვნახოთ კარგად თან გამოყენებისკენ აჩქარებს უწოდებს უბრალოდ მოუწოდა ნიკა ამაშუკელმა მასობაში პიტერსი მარცხენა ფლანგზე მაჭარაშვილმა კარგი მოძრაობებით მაგრამ ვერ მოატყუა მოწინააღმდეგე და ბურთს არ შეელივნენ და ისევ ვერ გადაიტანეს ბურთი. ხარაზიშვილი აჩქარდა, გაშალა, არ გააკეთა გადაცემა, შეცდომა დაუშვა. ჯობდა მარჯვნივ ასის გაკეთება, შემდეგ ფეხით იაშვილი. წინვალე დარტყმა, კოტიკო იაშვილი შესანიშნავად ჩაერთო შეხვედრაში. გაიწარე. ფეხი დამიჭირე. გაიწოდო. ივა. ოლი. იაშვილი წესებით დაცვით ჩაიქცა მოლი, ამიტომ ხელდახელ თამაშობენ ხარაზიშვილის გრძელი გადაცემა პიტერსზე, პიტერსმა რაღაცნაირად მიარტყა ხელი. მაჭარაშვილი რთულ სიტუაციაში თუ მოახერხებს გამორკვევას, კარგი გადაწყვეტილებაც მიიღო, თუმცა იმდენ უკან დაიხია. აქ ხელის ჩარტყმა თუ რა არის? კი, ხელის ჩარტყმა თამაშა. და კიდევ ერთი ლელო გააქვს არმიას. მოიშალა რუსთავი. თამაშის ბედი გადაწყვეტილია, პრემიალური ქულაც აქვს არმიას. ეხა მოგახსენებთ თუ როგორ ცხრილში რაც სულილებები გვექნება. რუსთავის ხარებს აქამდე ქონდა, იყვნენ მეოთხე ადგილზე და ქონდათ 38 ქულა. ეხლა გაათანაბრებენ, იმიტომ რომ არმიას 33 ქულა ქონდა და იყო მეხუთე მეექვსეს იყოფდნენ ეგ და ხვამლი, არმია და ხვამლი
და გაუხდება 38, ამიტომ დაჯდებიან ხარები და არმია თანაბარ პოზიციაზე. თუმცა მე მგონი წინ უნდა იყოს პირადი მოგებებით? არმია კი. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თუ რას იზავს ხვალ ყაზბეგი ხვამლი ყაზბეგთან. კეთესი სხვაობა უნდა დაუჯდეს და ამ მომენტისთვის 42-ით 6 იგებს არმია და გაჩერებასაც არ აპირებს. კოტიკო იაშვილი ამჯერადაც ჩაუგდო რუსთავის უკანა ხაზს. მარგიანი შილაძე კარგად ჩახურეს ძალიან დაელოდნენ. არა დღეს ფეხით უნდა ეთამაშა დღეს არმია. იმიტომ რომ ჩვენი მაყურებელი ვინც იცნობს შიდა ჩემპიონატს დარწმუნებულია რომ ათვისნობიერებს იმას რომ რუსთავის ეს თამაში მათი არ არის ისინი ბევრად უკეთესად თამაშობენ ხოლმე უფრო ხშირად. უბრალოდ დღეს რაღაცა ვერ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. ეგრაფი. მოიგეს ორი ხელით არმიელებმა გრძელი და კარგი გადაცემა ხაზზე, იქ ცენტრში გაკეთებული დარტყმა ყოდროიაშვილის სწრაფად მიდის მარჯვნივ ხარაზიშვილი ზურგს უკან შენახვაზე და შენარჩუნებაზე თამაშობს ხარშილაძე, რაც სწორია. ხარაზიშვილმა მონახა სავოიანი. სესიაშვილი კარგად ირტყმევინება კონტაქტში, თუმცა შემდეგ დაატოვებინეს ბურთიანად მოედნის ფარგლები. ხო, იქ ტრავმაა როგორც ჩანს, სადღაც და რო გაჩერებულია. მოიგო რუსთავმა გავიდა. კარგი გაჭრული ხაზი, ძალიან. მიმყოლი არსად არის ჭამიაშვილის ახლო, თუმცა მახალბოჭოს გავდა. თავზე იკიდებს ხელს იქ. ამას ყვითელს ვაძლევ რაკში. თამაშის გამო, მაგრამ ხო, კაი. ექიმი შემოვიდეს. მთელი უეჭველია რაკში თამაშის გამო, მაგრამ ბოჭა უნდა გადავამოწმო. აბა ვნახოთ მიემართებიან საზოგადო ტელე ეკრანთან. აი აქ არმინა წინასწარ, მაგრამ აზრი მიტრიალებს თავში. მეც მაკეთ აბა მოусმინოთ. პირველი. საითად შენ. აი გამართულია. გამართულია უხეშობა არის.
შეუძლია იქიდან ზევით არის მოძრაობა. ხარს ურტყავს პირდაპირ სახეში მაღალსის სახეზე არის. იქით ჩასწრის შანსი აქვს და არ ჩადის და პირდაპირ კონტაქტი გვაქვს თავთან. მაღალი საფრთხის შემცველობა და მიტიგაცია არა, იმიტომ სიმაღლეს არ კარგია. ერთხელ მაჩვენე, სოსო კიდე შენელებული მაჩვენე ერთხელ, მერე სტრაფი და ბოლო ის. არა, იხრება კონტაქტზე არ კარგავს სიმაღლეს უცაბედად რა. აი წითელი ვარათი. ეთანხმება. აბსოლუტურად ეგ იყო ჩემი აზრი ზუსტად. კარგად წაიყვანა პროცესი ნიკამაშვილმა. სრულიად არასაჭირო. 15 ნომერი მოვიდა. ნახოთ რა ენაზე გაესაუბრება ახლა. 15 ნომერი. You're upright to hit him in a direct to face, no mitigation, high degree of danger. კი, ნუ სისხლის გამო თუ გადის კი? მაილს პიტერსი იღებს წითელ პარადს სამწუხაროდ ლევანდოს შეხვედრაში. შესტაშენ. Подыши. Так. მე რა სისხლი თუ არ შეუულია დაბრუნებული. აი შეცვლას ველოდები რა. როგორ 5 წუთი. აღალი ბოჭვა. გაუცუდა. ხდება. არ ვიცი. დღეს ნამდვილად არ გამოვიდა. რაღაცა რუსთავი თავს ნამდვილად არ გავს დღეს. თუ წინა შეხვედრა ყაზბეგთან თუ გახსოვს კი დიდი ან 45-25 თუ არ ვწდები ეგრე მორჩა, მაგრამ პირველი ნახევარი ძალიან დაძაბული იყო. მერე ვეღარ გაუძლეს ყაზბეგელებმა, მაგრამ იქ აბსოლუტურად სხვა თამაში აჩვენა რუსთავმა ვიდრე დღეს. ნუ გავი მეორეფიცე რომ ხდება ასეთი რაღაცეები, შეიძლება რაღაცა დღე არ წაგივიდეს კარგად, კვირა ან თვე, მოკლედ არ დაგავიწყეთ რომ რუსთავის ხარები ძალიან დიდი სარაგბო სკოლა აქვს და ძალიან ბევრ მოთამაშეს აგზავნიან, ზრდიან უпроსწორად და რომლებიც თამაშობენ მერე ასაკობრივს და შემდეგ უკვე ეროვნულ ნაკრებში ხოლმე. აქ კლავ რუსთავი და შეეცდება ახლა თავეთი პრესტიჟისთვის ითამაშონ. კარგი ბოჭვა იქ ძალიან არმენების და ბურთიც ისევ მათ დარჩათ. ეს წინ არის და მერე კიდეზე. აი სანამ დაუსტენი მქნეული ქონდა, არ არის უხეშობა. არ არის უხეშობა. მოიგეს რუსთაველებმა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არმიერებს, თუმცა ჰაერში დაქაჩვის გამო ჯარიმა. სწრაფად გაათამაშეს რუსთაველებმა, გასაგებიც არის, დასაკარგი მათ აღარაფერი აქვს, სანდრად 3 წუთია დარჩენილი შეხვედრის დასრულებამდე. ხუთიშვილმა გააჭრა ხაზი. და გადაუვარდათ ისევ. არმია კი კლავ შეტევაზეა მომართული, მაჭალაშვილი ამოაგდო ჭავჭავაძე მონახა. კლავ იაშვილი ფეხი ჭკვიანურად რბილად გადაკიდა. ლაღა თამაშობენ მასპინძლები, მიუხედავად წითელი ბარათისა. გაიჭრა ხაზი.
წავიდა კიდევ ერთ ლელოზე და მატჩის მიწურულს გაიუმჯობესებს პირად სტატისტიკას რა უნდა მომხდარიყო დღეს რუსთაველთა მხარეს და ანარე ტუიტაიმ პრესტიჟის ლელო შეგვიძლია დავარქვათ გაიტანა. არ ქონდა მას კარგი თამაში, თუმცა ლიგის ბომბარდირმა საქართველოს უმაღლესი ლიგის ბომბარდირმა მაინც მოახერხა თავისი ლელოს გაატანა. მე-16 ლელო წლევანდელ სეზონში ანარე ტუიტაისთვის. პიტერსის სახით დიდი ძალა დააკლდება ბოლო ტურებში არმიას. გააჩნია ხო რამდენ თამაშიანს მიიღებს. თუმცა მინიმუმ ერთიანი მინიმუმ ერთიანი იქნება. რაც ნიშნავს, ხო, ეგ იმ შემთხვევაში თუ არ დაავიწყდება საჯებს, რომ ბიუროკრატიული ფურცლები გადააგზავნონ, იმიტომ რომ წინატორებზე დაავიწყდა სხვათა შორის. რაც ნიშნავს არმიისათვის იმას, რომ ლეილოსთან შემდეგ ტურში ასევე პრინციპულ მეტოქესთან არმიას დააკლდება მელს პიტერსი, რომელიც ძალიან აქტიური მოთამაშეა. ხო, ერთ-ერთი ლიდერია თბილისური კლუბის. ვაჟა ხუციშვილი ვეტერანი რუსთაველი, ძალიან გამოცდილი, ასევე ვეტერანი ბორჯღალოსანი. ბოლო 20 წამია დარჩენილი კიდე. მაინც აი უჯარიმო და გვესმოდა. მაგრამ მაღალი ბოჭა მოუხდათ არმიელებს. კარგი წაღება რუსთაველების მიერ. კონდინონო რამდენია? მოგდება, კარგია. საიდან ამოაქვს? დაინახე ბურთი ძალიან კარგად ითამაშა. კოხია ჩართო ხუციშვილმა და კოხია მაინც იბრძოლა და გაიტანა. თამაშის ბოლოს ლელო 5-2-ზე გახდა ახლა. ლელოების ბალანსი არმია გადარჩა, რომ საერთოდ არ დაკარგა. იმდენად მოდუდნენ ბოლოს ბონუს ქულა, მაგრამ მათ სჭირდებოდათ კარგი ბალანსი რუსთავისთვის გადასასწრებად. საუკეთესო მოთამაშე მე მგონი, ხო? კი. კი, გულოცავთ დამსახურებულად ფარნა გასვიანი გამხდარა. მოკლედ დღევანდელი პირველი თამაში ამით სრულდება. მე თქვენთან ერთად დავრჩები და არესისა და აიას და ქუთაისური დაპირისპირებასაც. არა, ეს რეილაივში გვექნება. ლეილო ყოჩები ახლა პირდაპირ ეთერში ხო ცოტა უცნაურად დავსვით. არა უშუალოდ მოკლედ როგორც არის დღეს დიდი სარაგბო დღე არის და არა მარტო დღეს, თელი შაბათი კვირა და მანამდე დღეს არ გვიხსენებია ისე საბა, რომ ყველას გელოდებით მიხეილ მეცხზე 20-ზე საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირებას. ობძანდით კარგი შეთავაზებები არის ბილეთებზე. ნამდვილად და იქ კარგი ამინდია, რამდენადაც მე გადავამოწმე, მოკლედ და კარგი თამაში იქნება და უგულშემატკივრობთ ჩვენ ბიჭებს. ამ თამაშიდან გემშვიდობებით ლუკა კილოსონია და საბა ჯორჯიგაშვილი კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.